უნიკალური დღე იყო დღეს. გამორჩეული ალბათ ყველაზე მსვლელობა თავისი შინაარსით, სიყვარულით მოვიდა ათასობით ადამიანი ფილარმონიასა და შემდეგ რუსთაველისის გამზირზე რომ მიულოცა დაბადების დღე ატა ბურჭულაძისთვის, არა მხოლოდ დიდი მუსიკოსისთვის, არამედ დიდი ქართველისთვის. სოფლიოში ძალიან ცნობილი მუსიკოსისთვის, რომელსაც ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე საქართველოს სახელი 10 წლების განმავლობაში გამოუტანია და აი როდესაც 70 წლის იუბილეა უნდა ეზეიმა მას ქართულ ხალხთან ერთად თბილისის ოპერამ ნებართვა არ მისცა მას რომ თბილისის ოპერაში შესულიყო. წარმოგიდგენიათ, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია, აი ამდენი ადამიანი გამოვიდა და თბილისის ქუჩაში სოფლიოს ბანის ხმასთან ერთად საპროტესტო ათასობით ხმა გაისმა. აი ეს ხდება თბილისის ქუჩებში, ეს მოხდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხება და დამარცხების შემდეგ აი ეს პოზიტივი შენარჩუნდება ბევრი წელიწად. ეს არის კულტურული იდენტობა, რომლის ზეიმსაც ვადევნეთ ჩვენ თვალყურს ხალხის მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ ხალხს უპირისპირდება ძალადობრივი რეჟიმი. დიახაც, მუსიკა, თეატრალური დადგმები, გუწველი ემოციები, ეს ყველაფერი ხდება თბილისის ქუჩებში მიუხედავად რეჟიმის სასტიკი ნაბიჯებისა და რეპრესიებისა. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ სიმართლე არის ძალიან დიდი ძალა. სიმართლეა ძალა და არა რობოკოპები და ზონდერები. შეუძლებელია იმ ტიპის ძალა, რომელიც ივანიშვილს გონია, რომ წარმოადგენს ძალას, ანუ შავნიღბიანი, ვერ დაამარცხებს რეალურ ძალას, რომელსაც სიმართლე ქვია.